გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ექიმი პედიატრი, ნუტრიციოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნინო თოთაძე. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ბავშვთა კვება და მოდით ქალბატონო ნინო დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით, თუ რატომ არის ბავშვთა კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მათი ჯანმრთელი განვითარებისთვის. მე ალბათ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ყველას თქვენს მენდელს მივულოცავ. შობა ახალ წელს უსურვებ წარმატებულ წელს, ჯანმრთელ წელს და მათი სიხარულით სავსე დღეებით, სავსე წელს. დაწლებს, რა თქმა უნდა, შამეთაოთ. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ვიქნები მიკერძოებული და ბუნებრივია ვიქნები განსაკუთრებულად ჩემი პატარების მიმართ. უფრო მეტად გულუხვი და ყველას უსურვებ ჯანმრთელობას. ნიშნულოვნად კონდეთ ძალიან დიდი სიყვარულის უნარი აღქმის მიღების და რა თქმა უნდა შესაძლებლობა რომ ეს სიყვარული კონდეთ მუდმივად. დავიწყებ ალბათ იმით რომ ზოგადად რომ კვება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ განსაკუთრებულად დამეთანხმებით ამას რა თქმა უნდა სამედიცინო კუთხით ჩვენ საუბრის დროს კიდე დაგვეთქვით სხვადასხვა ფორმატით გავშლით მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს ძალიან ბევრი ახალი რეკომენდაციები მოდის ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეების მანძილზე პრაქტიკულად Facebook-იც კი რომ გავხსნა და ნებისმიერი სოციალური ქსელი ამერიკული ახალი გაიდლაინები კვებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე რადგან ამ საკითხით დავიწყე საუბარი, რა თქმა უნდა კიდევ უფრო შემდგომ ბავშვებთან დაკავშირებით გავამახვილებ ყურადღებას, ალბათ სწორედ ჩამოვთვლი მიზეზს, რატომ მიექცა სწორედ ამერიკაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა და რატო დადგა დღის წესრიგში, რომ ესე მნიშვნელოვნად წამოეწიათ კიდე კვებასთან დაკავშირებული საკითხები. პირველი როგორც მათი სტატისტიკური მონაცემები ადის, სწორედ არასწორი კვების შედეგად, რომელიც გრძელდებოდა თქვათ არა ერთჯერადი, ორჯერადი სახით, ეს იყო მრავალჯერადი და სისტემატურობის სახით, მივიდა იქამდე, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელობის სფეროს მიხედვით დაფინანსების 80-90% მოდიოდა ძირითადად ქრონიკულ დაავადებებზე, 12-დან 17 წლამდე ამ მოზარდებში, ესე რომ ვთქვათ, ძირითადად ყველა მესამეს პრედიაბეტი ქონდა თუ არა სიმსუქნე, ჭარბი წონა და ასე შემდგომ და სწორედ ეს იყო ის არის დარეკვა, ანუ მნიშვნელოვანი ძახილი მისი, რომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სწორედ დაბალანსებული კვება, რომ ყველა ეს პრობლემა არ ქონდეს. რაც შეეხება მე როგორც პედიატრისთვის კიდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკითხი, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ ბავშვების ნორმალურ განვითარებაზე, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მომავალი თაობა, რომელმაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრებისეული ყველა განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გაიაროს, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ჩანსაღი კვება, რომელიც სწორედ განაპირობებს მათ სწორ ფიზიკურ განვითარებას ასაკობრივი ჭრილის მიხედვით. აი რომ გვახსენოთ ქალბატონო ნინო, როგორ უნდა იცვლებოდეს ბავშვთა კვება მათი ასაკის მიხედვით, აი ჩვილობიდან მოზარდობამდე. პრაქტიკულად პირველი ალბათ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია დავიწყოთ ამით, რომ ერთადერთი განსხვავებული კვების წესი ეს არის ახალშობილების კვება. როდესაც ჩვენ განსაკუთრებულად პედიატრები, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ და განსაკუთრებულ რეკომენდაციას და მე მგონი კვემას მეტის კუთხითაც არაერთხელ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ანუ ჩვენთვისაც ექიმებისთვის, როცა მის შესაძლებლობა იქნება, რომ ძუთი კვების ხელშეწყობას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. ძუთი კვება ეს არის ერთადერთი კვების სტილი, როდესაც ამ შემთხვევაში ჩვენ არ საათობრივად არ ვსაუბრობთ, ანუ ეს არ არის განსაზღვრული დროებში მოქცეული კვება, ბავშვი ღებულობს საკვებს იმის დამიხადით, როცა მას შეე. რა თქმა უნდა, ძუთი კვების მნიშვნელობაზე ალბათ თუ კი ამის საშუალება მოგვეცემა კიდევ და კიდევ ძალიან ბევრ თქვათ განსხვავებულ სფერ, მაგრამ მნიშვნელოვნად გავიმეორებ ყველა იმ სიკეთეს, რასაც მასთან ახლავს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც სასურველია, რომ ბავშვს ჰქონდეს ექსკლუზიურად პირველი 6 თვის მანძილზე. მაგრამ ახალი
ზუსტად ამერიკული გაიდლაინიც გვეუბნება, რომ სასურველია, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკის პედიატრიის აკადემიასთან იქნება რეკომენდაციებში და არის კიდეც უკვე პრაქტიკულად ცვლილებაც კი არ ყოფილა ამ კუთხით, რომ სასურველია ის გაგრძელდეს 2 წლის ასაკამდე, რა თქმა უნდა დედის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. თუმცა 6 თვის შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, იკვება, ამ შემთხვევაში აქტუალური ხდება უკვე დამატებითი კვების შემოსვლა. რასაც 6 თვის ასაკიდან დაახლოებით 1-დან 2 წლამდე ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი სინჯავს, საკვებს ყველა იმ დადებითი ჯგუფიდან, პირამიდიდან, რომ ვახსენოთ, ეს არის ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ცილოვანი პროდუქტები, რომელიც ესოდენ განსაკუთრებულად საყურადღებო გახდა, კიდევ უფრო ამ შემთხვევაში ახალი გაიდლაინის მიხედვით და შემდგომ, რა თქმა უნდა, უკვე ზრდასრული ასაკის ჩათვლით პრაქტიკულად ჩვენ საუბრობთ უკვე ჯანსაღ თეფშზე, უბრალოდ აქ განსხვავება არის, ვთქვათ, მოცულობის კუთხით, ასაკობრივი ჭრილის გათვალისწინებით, თორემ ის რომ ჯანსაღი თეფშის პრინციპი დაცული იყოს, ეს შემდგომ უკვე ეხება ყველა ასაკობრივ ჭრილს. აი ქალბატონო, ბავშვთა იმუნიტეტზეც რომ ვისაუბროთ, აი ყველაზე მეტად რომელ საკვებს გამოარჩევდით, რომელი საკვებია ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა იმუნიტეტის სწორი განვითარებისთვის? იმუნიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ იმუნიტეტი არის სწორედ ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს გარემოსთან ბრძოლის უნარიანობის პრინციპს, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა. და მისი ჩამოყალიბება იწყება დაბადებისთანავე. რა თქმა უნდა, თუ კი ვთქვათ, როდესაც მსმენელისთვის რომ ავხსნათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ახალშობილს, ხო, რომელიც უკვე სულ რამდენიმე დღეა მოევლინა, უნდა გაიზარდოს და რა თქმა უნდა, უსურვებთ ყოველთვის მათ ჯანმრთელობას. ის გარემოსთან რომ დავაკვირდეთ, მათი ადაპტირება იწყება დაბადების პროცესში, ხო? ის რაც ჩვენ უკვე გავიარეთ ნებისმიერმა ადამიანმა, მათ უნდა გაიაროს. შესაბამისად, ის ვირუსები, ბაქტერიები, რომელთაც გარემო ყოველთვის არის სავსე, მათთვის არის უცხო. მათთან შემხებლობა მათთვის არ არის ბუნებრივი. არის, მაგრამ არ არის, ვთქვათ, არ არის ნაცნობი. სწორედ ეს განაპირობებს იმ პროცესს, რომ მათმა ნელ-ნელა შეისწავლოთ, რა თქმა უნდა, ის გარემო ფაქტორები, რომელშიც, ვთქვათ, ხვდებათ ესა თუ ის ვირუსები, ბაქტერიები და ასე შემდეგ. და ძალიან ხშირად არის, რომ როდესაც მშობლები ამბობენ, როცა ბავშვების ავადობა მიდის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ვთქვათ, ჯერადობით, 2-ჯერ, 3-ჯერ პრაქტიკულად ეს საერთოდ არ არის სანერვიულად, ვიტყოდით ალბათ ეს შესაძლებელია და რეკომენდებულიც არის, რომ 5-დან 8-ჯერ მოხდეს ავადობის მაჩვენებელი ბავშვებისთვის დაფიქსირდეს წლის მანძილზე, მნიშვნელოვანია ერთი, რომ მათი გართულება არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ბაქტერიული ფლორით, როგორიც არის პნევმონია, ოტიტი და ასე შემდგომ. ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ იმუნიტეტთან დაკავშირებით ვიტყოდით, რომ რა თქმა უნდა, კვება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ შემთხვევაში კვება არ არის ერთ-ერთი და ძირითადი გადამწყვეტი. კვება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მაგრამ არა მარტო კვება. კვება, მოწესრიგებული ძილი, ფიზიკური აქტივობა, ვაქცინაცია, ნაწლავური ფლორის მოწესრიგება, ბუნებასთან ინტეგრირება და ყველა ეს 5 ძირითადი კომპონენტი, რომელიც ჩამოთვალეთ, თუმცა დღესდღეობით კიდევ უფრო გაიზარდა ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, მაგალითად მიჩნეულია, რომ მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკების რაოდენობა იყოს შემცირებული და არ იყოს მისი უმიზნოდ მიცემა ძირითადად, ანუ როდესაც ვთქვათ თვითნებურად ხდება მშობლების მიერ ამ პრეპარატის მიცემა და ვთქვათ მიღება ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სტრესის მართვა ბავშვებში, იმიტომ რომ ხშირად ჩვენც ვფიქრობთ, რომ ბავშვები არიან და მათთვის ვთქვათ სტრესი არ არის თითქოს და თამდები პროცესი. არა, მათი გარემოსთან შეგუების, თუნდაც ბაღში, სკოლაში წასვლის დროს, თანატოლებთან ურთიერთობის დროს, ყოველდღიური დატვირთვა, ეს გარკვეულწილად მათთვისაც კი განაპირობებს სტრესულ სიტუაციებს. აქვთ თამდებია ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამ შემთხვევაში სწორედ უფროსები და გარემო, იმიტომ ვართ განსაკუთრებით მშობლები, რომ მათთან ყოველდღიურად მოხდეს გასაუბრება, თუნდაც გადატვირთვა ბავშვების აზრის, ფიქრის გასაუბრება მათთან, თბილად დაყვავება, მათი გაზიარება, მათი პრობლემების მოსმენა, რაც რა თქმა უნდა ამცირებს ამ შემთხვევაში სტრესის ფორმს.
რაც შეეხება კვებას, რომელიც პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის და ბუნებრივია, კვებას აქვს კიდევ ძალიან ერთი მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხს ვეხები, ესე რომ ვთქვათ. კი, შეიძლება არასწორი, არასრულფასოვანი კვება ამ შემთხვევაში არ იყოს, ვთქვათ, ერთი დღე, ერთი კვირა გადამწყვეტი, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ უკვე პრაქტიკულად ის თავის სამწუხაროდ უარყოფით შედეგს ტოვებს, ხო? და აქვაც მიუხედავად ახალი გაიდლაინებს, აქვე ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი არ არის კალორიების რაოდენობა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა პროდუქტს ღებულობს. შესაძლებელია, ხო, თქვათ, მომართვიანების დროს მშობელმა თქვას, რომ ის საკმაოდ კარგად იკვებება ბავშვი და ვთქვათ, ის რაც მისი ასაკისთვის განსაზღვრული კალორიაჟით არის, ის ღებულობს ამ პროდუქტს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის არა თუ ღებულობს, ვთქვათ, კალორიით დატვირთულ პროდუქტებს, არამედ რა პროდუქტებია ეს პროდუქტები, ანუ რამდენად ის გაჯერებულია იმ ნუტრიენტებით, რომელიც აუცილებელია თითოეული ნებისმიერი ორგანიზმის აუცილებელი, ვთქვათ, შესათვისებლად ეს არის ვიტამინები, ნუტრიენტები, ბოჭკო და ასე შემდგომ. ძილი, ასევე განსაკუთრებულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამეთანხმებით, ხო, მით უმეტეს უცარდაგების პერიოდია განსაკუთრებულად და გაჯიტებთან მიმართვიანობით ბავშვებს ხშირად აი ძილის რიტმის დარღვევა ერთი და ვთქვათ შემცირება აქვთ იმ პერიოდის, როცა მათ სრულფასოვნად უნდა ეძინოს. რა თქმა უნდა, არ ჩამითვალოთ ისე რომ მე წინააღმდეგი ვარ, ვთქვათ, გაჯეტებთან ურთიერთობის ან თანამედროვე, ვთქვათ, ტექნიკას პირიქით. ეს მათთვის აუცილებელია, ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადაპტირება უნდა მოხდეს სწორად იმ გარემოსთან, რომელშიც ისინი იმყოფებიან. აქ ჩვენ საუბრობთ ხშირად პედიატრებით და განსაკუთრებულად სხვა პროფილის ექიმებიც, რომ მნიშვნელოვანია მათი შეზღუდული დროით მოხდეს. განსაკუთრებულად თუ კი დაბალი ასაკის, უმცროსი ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვათ 1-დან 2 წლამდე საერთოდ შეზღუდული იყოს ეკრან დამოკიდებულება, შემდგომ უკვე თქვათ განსაზღვრული დროით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მოზარდებში შემდგომი ასაკის დროს ძილის პერიოდამდე 2 საათი არ კონდეთ მათ ურთიერთობა გაჯეტებთან და პირიქით იყოს ეს სიმშვიდის პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება ასევე ძილი. ეს არის ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც მათ ზრდაში უწყობს ხელს და ასევე იმუნიტეტისთვის ესეთი მნიშვნელოვანია. როგორც აღვნიშნე, ეს არის ბუნებასთან ინტეგრირება. ბუნებასთან ურთიერთობა დღეს კიდე და უფრო მეტი კლინიკური კვლევები მოდის საერთაშორისო დონეზე, რომელიც გვეუბნება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ არის, რომ ფიზიკური აქტივობა, ანუ მინიმუმ 60 წუთი სასურველია, ეს იყოს ჩვეულებრივი დატვირთვა ბავშვებისთვის დღის მანძილზე, თუნდაც ის წავიდა სკოლაში, ფეხით წამოვიდა, ისეირნა, ითამაშა. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვაზე, რომელიც რა თქმა უნდა ხშირად თქვათ მათ კარდიოლოგს საოცრველია, რომ ამ შემთხვევაში კარდიოლოგის დასკვნაც იყოს, მაგრამ ის რაც ჩვეულებრივი ფიზიკური ბავშვის დატვირთვა, მნიშვნელოვანია ის იყოს ყოველდღიურობის ნაწილი. ერთია ფიზიკური დატვირთვა და ფიზიკური აქტივობა, მეორე კიდე ინტეგრირება ბუნებასთან. ძალიან იზრდება კვლევების რაოდენობაც, ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ხშირად შეზღუდული აქვს ბავშვებს ეს დრო, თქვათ მით უმეტეს პერიოდიდაც არის სწავლის და ასე შემდგომ, მით უფრო იმატებს და იმატებს რეკომენდაციები იყოს ეს ძალიან ხშირიც და ყოველდღიური აქტივობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბუნებასთან ინტეგრირებას, აქაც კი მნიშვნელოვანი კვლევები გვაქვს, რომელიც გვიმტკიცებს, რომ აი თუ კი თქვათ ბავშვებს აქვთ შეხება ბუნებასთან, თუნდაც ჩიტების ხმა, დინარის ჩუხჩუხის ხმა მოსმენა და ასე შემდგომ, ესეც კი მათ ბუნება განწყობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება, კომუნიკაციის უნარი ვითარდება და უკეთესი ხდება ამ ბავშვების და ასევე არის მტკიცებითი ფორმით, რომ მიოპიის განვითარების რისკიც კი მნიშვნელოვნად მცირდება. ვაქცინაცია ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად სამედიცინო კალენდრის დაცვა, რომელიც ბავშვებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია და მით უფრო ალბათ ვიტყოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა გრიპის ვირუსებზე, რომელზეც საკმაოდ მაღალია. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული სტატისტიკური მონაცემები წელს და რაღაც განსაკუთრებული ხდება ნამდვილად არა, მაგრამ თუნდაც ის სტატისტიკური მონაცემების შემცირებაც შესაძლებელია, მით უმეტეს გრიპის იმუნიზაციის შედეგად კიდევ უფრო იყოს დაბალი მაჩვენებელი წარმოდგენილი, ამიტომ რა თქმა უნდა ბუნებრივია მე ვემხრობი ამ პროცესს. და ნაწლაური ფლორის მოწესრიგება, იმიტომ რომ პრაქტიკულად
მილიონობით ბაქტერია ცხოვრობს ნაწლავურ ფლორაში, მისი მოწესრიგებულობა ერთ-ერთი ამ შემთხვევაში გამსაზღვრელია სწორედ ბავშვის ნორმალური დაგვანვითარების და იმუნური სისტემის განვითარების. დიახ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ქალბატონო, სეზონური გრიპები. და აი ამ პერიოდში მაგახსენებთ განსაკუთრებით გამწვავებულია სეზონური გრიპები და აი ამ პერიოდში განსაკუთრებით რომელი საკვების მიღება არის აუცილებელი? მადლობა ამ კითხვისთვის. საერთოდ ეს პერიოდს ალბათ უკვე ნოემბრიდან, როდესაც ვიწყებთ, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სტატია იწყება, როდესაც ვკითხულობთ, რომ სამთრის მედიცინა და ძალიან საინტერესოდ მინიშნა ეს ტერმინი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პედიატრიული მიმართულებით, სამთრის მედიცინა ძირითადად, რა თქმა უნდა, ვირუსებთან არის ასოცირებული, ხო? რატომ არის, ვთქვათ, სტატისტიკურად ესეთი მზარდი? მას ხელს უწყობს, რომ პირიქით როდესაც სიცივეები, ანუ დაბალი ტემპერატურა, ნესტი ხელს უწყობს ვირუსების გავრცელებას, ეს ერთი. მეორე, უკვე თავშეყრის ადგილებში შესაბამისად დახურული სივრცეები ამის ხელშემწყობია. ოთახში ხშირად ვერ ვიცავთ სამწუხაროდ, რომ 22 გრადუსზე მეტი არ იყოს ტემპერატურა. ძალიან ხშირად მოხდეს განიავება ოთახების, ასევე სველი წესით დამუშავება და ყველაზე მნიშვნელოვანი იცით, ალბათ მსმენელსაც ძალიან ხშირად ესმის ეს ტერმინი და რა თქმა უნდა მეც ვერ ვიქნები გამონაკლისი და ვიტყოდი, რომ ის ბანალური აუცილებელი წესის დაცვა, ხელის დაბანა, რომელიც თითქოს და ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ის მე რომ სტატისტიკურად პრაქტიკულად რიცხვები მოვიტანო, შეიძლება თუ კი სისტემატურად ბავშვები, განსაკუთრებულად სკოლამდელი ასაკის იცავენ ამ ჰიგიენურ ნორმებს, შესაძლებელია სადღაც 20-25%-მდე მოხდეს ინფექციის გავრცელების რისკის შემცირება, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ეს აუცილებელი პირობების დაცვა, რა თქმა უნდა, ხშირად ხელშემწყობი, უბრალოდ ვერ დაცვა გამოდის ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის რა თქმა უნდა სწორი მართვის პრინციპი, იმის და მიხედვით და კიდევ უფრო საყურადღებო ხდება გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა. ნუ პირველი ალბათ რასაც მშობლებს ამ შემთხვევაში ვეთყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ კი ბავშვი აქტიურობიდან გადადის მოდუნებულ ფაზაში, ის არის ძილიანობისკენ მიმართული, თუ კი თქვა სუნთქვის გაცნილება წარმოიშვება, უარს ამბობს კვებაზე, სითხის მიღებაზე და მე აქვე ვიტყოდი, რომ დატინიანება, ანუ ამ შემთხვევაში დეჰიდრატაცია, როდესაც სითხის დანაკარგი ხდება, რეჰიდრატაცია ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ასევე ვიტყოდი, რომ ვირუსების გავრცელებას, რომელსაც ძალიან საინტერესო სტატიაც კი ამოვიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვათ, როდესაც გამომშრალია ლორწოვანი გარსი, ისიც კი ხელშემწყობია ხშირად ვირუსის გავრცელების. ამიტომ სასურველია, რომ რა თქმა უნდა, სწორი რაოდენობით სითხის და განსაკუთრებულად წყლის მიწოდება ბავშვებისთვის იყოს ყოველდღიურობის დღის სისტემატიური მიწოდების ფაზა და აქვე ვიტყოდი, რომ სასურველი, როდესაც ბავშვი წყალს ხებულობს, არა მაშინ, როცა ძალიან მოწყურდება, ეს უკვე დასაწყისია დეჰიდრატაციის, არამედ დღის განმავლობაში მიწოდება, რომ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს სხურვილის დიდი სურვილი. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიმართვიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მიმართვიანობა მოხდეს ექიმთან, შეიძლება ეს იყოს სატელეფონო ზარით და მათი რეკომენდაციებით მოქმედება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკვებს, ძალიან საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში უბრალოდ გაიზარდა, თქვა ეს გრძელებული ესეთი საკვების მიღების აუცილებლობა, როდესაც თქვა ციტრუსების ჩართვა, თაფლის ჩართვა ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ საუბრობთ სამედიცინო სწორი მიდგომის კუთხით, რა თქმა უნდა, პირველი ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ექიმთან მიმართვიანობა, ბუნებრივია სწორი მკურნალობის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტაქტიკის არჩევა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი ვთქვათ, შესაძლებელია მშობელს აქვს სურვილი, რომ ვთქვათ, გარკვეულწილად დაეხმაროს ხველის დროს და ასე შემდგომ და ირჩევს, ვთქვათ, ისეთ პროდუქტს ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ რეკომენდებულია, რომ რა თქმა უნდა, ხველის პერიოდში გამოყენებული იქნას თუნდაც თაფლი ოღონდ 1 წლის ასაკის ზემოთ, მაგრამ აქ არის უმნიშვნელოვანესი შემდეგი რეკომენდაციის დაცვა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს, ვთქვათ, ის კოვსის მცირედი საბავშვო კოვსასაც ვიძახით მოცულობის კუთხით, აი დაახლოებით მე-13-მე-4 და სასურველია ის ჯერ წყალში გაიხსნას, რომ პირის ღრუში არ მოხდეს ის ტკბილი გარემო და თუ კი ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ციტრუსებს, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას, ვთქვათ, 1 წლის ასაკის
ბანკის ზემოთ და ის თქვა რაც ფრჩხილის ზედა ნაწილის რბილობის ოდენა იქნება, რომელიც შეიძლება თქვა ჩავაწვეთო წყალში. რაც შეეხება თვითონ ზუსტად პროდუქტებთან დაკავშირებით, ეხლა თუ კი ჩვენ C ვიტამინი, რომელიც ერთსოდენ მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ, ის რაც ციტრუსში არის, თქვა საკმაოდ მეტი რაოდენობით შეიძლება შეხვდეს ბულგარულში. ძირითადად, რა თქმა უნდა, დღეს აღარ დარჩა ის პერიოდი, როცა ჩვენ სეზონურ ხილზე, ბოსტნეულზე უნდა ვისაუბროთ, ხომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ხილი და ბოსტნეული ხელმისაწვდომია, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ინიჭება იმ ყოველდღიური აუცილებლობის დაცვას, ეს არის ზამთარი, ზაფხული თუ ასე შემდგომ. უბრალოდ ზაფხულში თქვა შესაძლებელია მეტად სითხის შემცველი პროდუქტების მიღება მოხდეს უფრო მეტად. ზამთარში მაგალითად თქვა ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს გოგრა, თქვა კივი, ბროკოლის სეზონურობის დაცვით, მაგრამ ის ძირითადი პრინციპი რომ ხილი ბოსტნეული, ბურღულეული, მთელმარცვლიანი ბურღულეული, ამ შემთხვევაში და ცილოვანი პროდუქტი იყოს ყოველდღიურად მიღებული, ეს არის მნიშვნელოვანი პროდუქტი. ძალიან ასევე საინტერესო სტატია ეხებოდა იმას, რომ რატომ თქვა იგივე ქათმის წვნიანი არის ვირუსული ინფექციების დროს საჭირო პროდუქტი და რატომ ღებულობთ მას. რა თქმა უნდა, სასურველია და ბუნებრივია, როცა თქვა ვირუსული ინფექციების დაავადებების დროს ერთ-ერთი სწორია შესაძლებელია სასურველი იყოს სხეულის ტემპერატურის მქონე პროდუქტის მიღება მოხდეს და თქვა ეს იყოს სწორი არჩევანი და მე ჩავშლი ამ პროდუქტს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ იყო ახსნილი. თუ ჩვენ გავიხსენებთ, რა პროდუქტების გამზადდება, ხო? შესაბამისად, ცილოვანი პროდუქტი, ქათამი, იქ არის თქვა მაშინ შედის სხვადასხვა ბოსტნეული, რომელიც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ბუნებრივია ყველა ამ პროდუქტების მიქსი, რომლითაც მსგავდება თქვა ის ქათმის წვნიანი იგივე სტაფილო და ასე შემდგომ, ცალ-ცალკე ყველა სასარგებლო პროდუქტია, თუ მისი მომზადების წესი იქნება სწორად, ანუ მაქსიმალურად არ მოხდება თერმულად დამუშავება, რა თქმა უნდა, ის სარგებელს მოიტანს ორგანიზმისთვის. ამიტომ მსგავსი პროდუქტები ბუნებრივია შესაძლებელია იყოს გამოყენებული, მაგრამ ძირითადი პრინციპი, რომ ჩვენ მივიღოთ სულფასოვანი დაბალანსებული კვება ნებისმიერი ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, ეს არის სწორი არჩევანი. დიახ და საბოლოოდ ქალბატონო ნინო რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემდით მშობლებს იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ჩამოუყალიბონ ჯანსაღი კვების ჩვევა? ძალიან სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ერთი არის რომ ჩვენ ვიკვებებით ჯანსაღად და ვიკვებებით სწორად, მაგრამ აქ არის უკვე მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, სწორი კვების უნარჩვევების ჩამოყალიბება. როდესაც ჩვენ საუბრობთ სწორ კვებაზე, უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, სწორედ ეს არის ის ინსტრუმენტი, ესე რომ ვთქვათ, როდესაც მშობელი აწვდის ბავშვს და მას ჩუქნის, ესე რომ ვთქვათ, რაც ხელს უწყობს, რომ მას კონდეს სწორედ ეს იარაღი მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ დაიცვას არაგადამდები დაავადებებისაგან მაქსიმალურად თავი. ანუ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. როდესაც ჩვენ კვების ჩვევებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბავშვი იწყებს რა კვებას, ხო? მნიშვნელოვანი 6 თვის შემდეგ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რა თქმა უნდა, სამედიცინო კუთხით ამ შემთხვევაში, რომ დამატებით კვებაზე გადასვლის დროსაც კი თუნდაც ბავშვი უნდა იყოს მზად ამ პროცესს, ანუ მისი ფიზიკური განვითარებაც უნდა შეესაბამებოდეს პროცესს, მაგალითად ბავშვი შეეძლოს თუნდაც თავის ადაპტირებულ სკამზე სწორად დაჯდომა, შეეძლოს თქვა ერთი ხელიდან მეორე ხელზე გადატანა წვრილი ნივთების, მაგალითად სათამაშოსი, შეუძლია ამ შემთხვევაში ყლაპის უნარი, როდესაც მიიტანენ პირთან საკვებს, მას უნდა კონდეს რომ მისი გადატანა ენიდან მოახერხოს უკანა მხარეს და არა პირიქით ვთქვათ გამოდევნა, ყლაპის უნარი უკეთ განვითარებული. რა თქმა უნდა, ბევრი ესეთი ფაქტორი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მშობლს მივცეთ ეს რეკომენდაცია, შემდგომ უკვე კბილის ამოსვლა, რომელიც მას ღიწვის საშუალებას აძლევს და უკვე ვეუბნებით მშობლს, რომ სწორედ თხევადიდან ნახევარმყარიდან უკვე შეიძლება მყარკვებაზე გადასვლა და ასე შემდგომ. მაგრამ ის უნარები, რომ ან ხელიდან თვითონ კოვზით მოხდეს საკვების მიწოდება 6 თვის ასაკის შემდგომ, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უკვე გამოყენებული იქნას ბავშვისთვის ჭიქა და არა ვთქვათ ბოთლით წყლის დალევა და ასე შემდგომ. ყველა ეს უნარჩვევები, სწორად საკვების მომზადება, მისი მირთმევა, ყველა ეს უნარჩვევები, რა თქმა უნდა, იწყება პირველივე დღიდან და რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, მათი რა თქმა უნდა, სწორი განვითარებისთვის ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, სწორი ადაპტირებისთვის ამ პროცესთან.
დიდი მადლობა ქალბატონო ინა თქვენ მოგზანებისთვის და ამ საინტერესო რჩევებისთვის და იმედი მაქვს მშობლები გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს. მეც ალბათ დიდი მადლობა კიდე ერთხელ მოწვევისთვის და ვიტყოდი რომ ყველა ბავშვს უსურვოთ ჯანმრთელობა, უსურვოთ სწორი ზრდა განვითარება და არ მოკლებოდეთ ის სითბო და სიყვარული მათი საყვარელი ადამიანებიდან და კიდე ერთხელ გილოცავთ ბედნიერი 2026 წელი. დიდი მადლობა თქვენცეს. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.